უკრაინა ღრმად და ძლიერად მიდის. ბოლო სასტიკი გზავნილი პუტინს გადაეცა და ეს ზუსტად ისაა, რაც რუსეთის პრეზიდენტს არ სურს მოისმინოს. რუსეთი ეცემა. ყველაფერი რუსული დაიწვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის ფარგლებს გარეთაც, რადგან უკრაინა ამოქმედებს სასტიკ ტაქტიკას, რომელიც ანგრევს ზურგს, ასუსტებს ფრონტს და ანადგურებს ყველაფერს, რაც რუსეთს აქვს. საშუალო მანძილის დათმები უკვე აქაა და უკრაინა მათ იღენებს, რათა 2026 წელი რუსეთის ყველაზე დიდი დანაკარგების წლად აქციოს. თუ პუტინს გზავნილი სჭირდება, მაგიარ ბერცმა ეს 16 აპრილის პოსტით გადასცა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინას ახალი სტრატეგია აქვს, რომელსაც რუსეთი ვერ გაუმკლავდება. შეებო თქვენ ნაგავთ, განაცხადეს ბერცმა. ჩვენ უბრალოდ ძრავებს ვათბობთ. შეიკარით ხვედები, ეს ბოლომდე თქვენს კალში ჩავა. ეს არის გაფრთხილება მომავალი მოვლენების შესახებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სიტყვები ასევე შოკის ტალღებს გავრცელებს კრემლში, რადგან ისინი მოხვა ღამეს, როდესაც რუსეთის ტექნიკასა და ინფრასტრუქტურაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპრეცედენტო დარტყმები განხორციელდა, ისეთი როგორც რუსეთს აქამდე არ უნახავს. 16 აპრილის დადგომისას უკრაინამ პუტინს ძლიერი დარტყმა მიაყენა. ფრის წესრიგში იყო 16 სამხედრო ობიექტი, რომლებიც განლაგებული იყო დონეცკში, ყირიმში და თვით რუსეთშიც კი. ყველა ეს ობიექტი შერჩეული იყო იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ძალისხმევა შეესუსტებინათ, რადგან ის ცდილობს გაზაფხულის შეტევა დაიწყოს. დეტალებს მალე განვიხილავთ, მაგრამ სიაში იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ისკანდერის ბალისტიკურ რაკეტებთან. ნავთობის საცავები განადგურდა, შავი ზღვის ფლოტის ლოგისტიკა კი მთლიანად დაინგრა. თუ ობიექტი რუსული იყო და მისაწვდომ მანძილზე მდებარეობდა, უკრაინამ მას ღამით დაარტყა და ეს გააკეთა საშუალო მანძილის დრონებით, რომლებიც სწრაფად იქცევა იმ გადამწყვეტ ფაქტორად, რაც უკრაინას სჭირდება ომის მიმდინარეობის რუსეთის საწინააღმდეგო შესაბრუნებლად. უკრაინაში ინიციატივა იცვლება და კადრები გვაჩვენებს რატომ. დონეცკსა და ყირიმში სამარცხვინოდ ცნობილი აზოვის პირველი კორპუსი FPV დრონებს უშვებს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტებზე. ანტონ გეროშენკოს მიერ X-ზე გავრცელებულ კადრებში ვხედავთ იმას, რასაც უკრაინის დრონები ხედავენ. სრულფეროვანი, მაღალი გარჩევადობის კადრები, რომლებიც აჩვენებს, როგორ აღწევენ უკრაინის დრონები ოკუპირებული დონეცკის სიღრმეში. მაგრამ ისინი რუსეთის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ესვრიან. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ვერაფერს აკეთებს. დრონები ისევ და ისევ ესხმიან თავს, უთყამენ კოლონებს, ჯავშან მანქანებს, ჯარისკაცების შეკრებებს და ყველაფერს, რაც ლოგისტიკური ქსელის ნაწილია, რომელიც რუსეთს დონეცკში შეტევის გაგრძელების საშუალებას აძლევს. უკრაინის დრონებს ახლა შეუძლიათ იმდენად ღრმად შეიჭრან და იმდენად ზუსტად იფრონ ტრის ხაზების მიღმა, რომ ანადგურებენ ტრის კოლონებს იმ კრიტიკულ ლოგისტიკურ მარშრუტებზე, რომლებიც რუსეთს სჭირდება გაზაფხულის შეტევის განსახორციელებლად. მაგიარ ფრინველებმა თავიანთ პოსტში კიდევ უფრო მეტი ვიდეო მასალა გააზიარეს, ფაქტობრივად 6 წუთის განმავლობაში, რაც გვაჩვენებს, რომ უკრაინა მხოლოდ სატვირთოებსა და ჯარისკაცებს არ უთხრამს. ისტორია იგივე რჩება. ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში უკრაინის დრონები კვლავ აგრძელებენ თავიანთი სამიზნეების განადგურებას. იშვიათად ხედავთ თუნდაც ნიშანს იმისა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა იცავს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც პუტინს სჭირდება თავისი შეტევის გასაგრძელებლად. რაც ჩვენ ხედავთ არის ის, რომ ეს საჰაერო თავდაცვები მასობრივად ნადგურდება, რადგან სწორედ იმ იარაღს, რომლის განადგურებაც მათ ევალებათ, იყენებენ მათ გასანადგურებლად. ცეცხლიანთია, შენობები ცეცხლში ეხვევა. თუ ეს რუსულია და შეიძლება როგორმე გამოიყენონ რუსეთის საომარი მანქანის გასაგრძელებლად, ის უკრაინის მიერ გაუმჯობესებული და სრულყოფილად ათვისებული დრონების სამიზნე ხდება. ყველა ამ კადრში, რასაც ხედავთ, არის მთავარი გასაღები უკრაინისთვის ომრაინისთვის, ომის მოსაგებად. და ეს ისევ გვაბრუნებს 16 აპრილის ღამის დარტყმებთან. აპრილის მე-16 დღეს პუტინის ნამდვილმა მტერმა მას მის არმიაში 16 განადგურებული ობიექტი აჩუქა. პირველ რიგში ყურადღებას ვამახვილებთ დონეცკზე. გაზაფხულის შეტევის მთავარი მიზანი, რომელიც უნდა დაასუსტოს ციხესიმაგრეების ზოლი, დონეცკი არის უკრაინის ის რეგიონი, რომელსაც პუტინი ყველაზე მეტად ნატრობს. მინერალებით მდიდარი და პუტინის მიერ დიდი ხანია რუსეთის საკუთრებად გამოსხადებული დონეცკი ცენტრალურ ადგილს იკავებს იმ მაქსიმალისტურ მოთხოვნებში, რომელსაც პუტინი აყენებს ომში მშვიდობის გამოცხადების შემთხვევაში. უკრაინა არ აპირებს ამ ტერიტორიის დათმობას. რუსეთი თავს იკლავს მის დასაპყრობად. აპრილის 8-ს გაირკვა, რომ რუსეთი დონეცკის თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე 316 ჯარისკაცს კარგავს. ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უკრაინა ახორციელებს საშუალო მანძილის დარტყმების სტრატეგიას, რომელმაც პიკს 16 აპრილს მიაღწია. დონეცკის სამიზნეებს შორის, რომლებიც ვიდეოში ვიხილეთ, რომელიც მაგიარ ბერცმა გაავრცელა, იყო ოსაკის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ვოთანას დასახლებაში ყავს განთავსებული. უკრაინამ ასევე სამიზნე დაიღო რუსეთის რუბიკონის დანაყოფი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა პუტინის ყველაზე საშიში დრონების ექსპერტები ყოფილიყვნენ. რუბიკონის სურსი ის, რაც უკრაინა უკვე ამტკიცებს, რომ არის დრონების ომის ოსტატები. აპრილის 16-ში უკრაინამ დაარტყა უპილოტო საფრენი აპარატების ობიექტს ჰირნაში, რომელიც მათი თქმით რუბიკონის მიერ დრონების საწყობად და სახელოსნოდ გამოიყენებოდა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრი ამ თავდასხმის უკან იდგა და მისმა მიღწევამ რუსეთის დრონების სტრატეგიის პარალიზება გამოიწვია, სწორედ მაშინ, როცა უკრაინა ძალას იკრებს რუსეთის ზურგზე თავდასხმებში. შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო მძიმე ღამე გადაიტანა. როდესაც საჰაერო თავდაცვის და დრონების დანაყოფები დონეცკში იწოდა, უკრაინა ასევე ძლიერად და ხშირ-ხშირად უტყანდა ყირიმში. 2014 წლიდან უკანონოდ ანექსირებული ყირიმი ერთ დროს პუტინის სტრატეგიის ერთ-ერთ საყრდენად ითვლებოდა უკრაინაში.
ნახევარკუნძული, რომელიც თითქოს უკრაინის არსენალში არსებული იარაღების მოქმედების არეალის მიღმა უნდა ყოფილიყო, ყირიმი იმ ადგილად მიიჩნეოდა, სადაც რუსეთს შეეძლო ჯარებისა და ტექნიკის თავმოყრა, რათა შემდეგ ისინი შავი ზღვის გავლით უკრაინის მატერიკზე გადაეყვანა. მაგრამ 4-წლიანი ომის განმავლობაში უკრაინა გაძლიერდა, შექმნა ახალი იარაღები და შავი ზღვის მარშრუტები, რომლებიც რუსეთისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო, გამოუსადეგარი გახადა ფლოტისთვის, რომელმაც თავისი საბრძოლო გემების მესამედი დაკარგა და თავისი მთავარ-თავარი ყირიმული პორტიდან გავიდა. აპრილის 16-ს უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია რუსეთს ყირიმში ზიანი მიატენოს და მისი სამიზნეები ნახევარკუნძულის სხვადასხვა წერტილში იყო განთავსებული. რუსეთის საჰაერო თავდაცვის კიდევ მეტი სისტემა განადგურდა. მაგიარ ბერცის ცნობით უკრაინის დრონების ოპერატორებმა გაანადგურეს რუსეთის ისკანდერის სარაკეტო სისტემების 2 განთავსების ბაზა. ეს რაკეტები ხშირად იმ საჰაერო მასობრივი შეტევის ნაწილი არიან, რომელსაც რუსეთი ყირიმიდან უკრაინაში უშვებს. უკრაინა სულ უფრო უკეთ ახერხებს ისკანდერების ჩამოგდებას მანამდე, სანამ ისინი ზიანს მიატენებენ. 15 აპრილის თავდასხმისას რუსეთმა იხილა, როგორ გაანეიტრალეს უკრაინელებმა 3 ისკანდერის რაკეტა 1 საათზე ნაკლებ დროში, რაც აჩვენებს საჰაერო თავდაცვის ისეთ ოსტატობას, როგორცაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ უკრაინა მიაღწევდა. თუმცა უკრაინამ იცის, რომ ისკანდერების წყაროზე განადგურება ბევრად უკეთესია, ვიდრე ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების ხარჯვა მათი ჰაერში ჩამოსაგდებად. ეს სწორედ ისაა, რაც ახლახან ყირიმში ვიხილეთ. შურის ძიების დარტყმა იმ ტიპის ბაზებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს ბალისტიკური რაკეტების უკრაინაში გასაშვებად. თუ ეს ბაზები განადგურდება, რუსეთს ნაკლები შესაძლებლობა ექნება ისკანდერის რაკეტების გასაშვებად, ხოლო ნაკლები შესაძლებლობის საჰაერო იერიშებს, რომელთა მოგერიებაც უკრაინისთვის უფრო მარტივი იქნება. ამ ხოცვა ჟლეტას თავისი გათვლა აქვს. უკრაინის დათქმები ყოველთვის სტრატეგიულია. სტრატეგიულზე რომ საუბრობთ, ასეთი თავდასხმები შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ უკრაინამ დიდი ხანი დახარჯა ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქსელის განადგურებაში. 16 აპრილიც გამონაკლისი არ ყოფილა. ისკანდერის ბაზების გარდა უკრაინამ ასევე გაანადგურა პანცირ S1 საჰაერო თავდაცვის სისტემა ფეოდოსიაში და საბრძოლო მასალის საწყობი მაზირიაში, რომელსაც შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები იყენებენ. ეს კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც რუსეთი ვეღარ გამოიყენებს უკრაინის ყირიმის დარტყმებზე საპასუხოდ და კიდევ მეტი საბრძოლო მასალა, რომელიც დაკარგა ფლოტმა, რომელიც უკვე ტაქტიკურად გამოუსადეგარი გახდა უკრაინის კამპანიის შედეგად. და კიდევ ბევრად მეტი. 16 აპრილს რაკეტები საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალა განადგურდა, მაგრამ უკრაინამ ასევე დაუმიზნა ყველაზე ძვირფას რესურსს, რაც რუსეთს ყირიმში აქვს. თხევადი ოქრო ალში გაეხვა, როცა უკრაინამ ნახევარკუნძულზე ნავთობის საცავები გაანადგურა. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, მოკლედ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ გსურთ მეტი ესეთი ანალიზის ნახვა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. უკრაინის 414 ბრიგადის მე-9 ბატალიონმა დიდი როლი ითამაშა ყირიმის დარტყმებში. მათ სამიზნედ აირჩიეს 2 ნავთობის საცავი, ჰილბოგი იარი და ოქტაბრისკა, როგორც უკრაინის მიმდინარე სტრატეგიის ნაწილი, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ნავთობისა და საწვავის მიწოდებისა თავის ჯარებისთვის, ან მისი გაყიდვის იმ ქვეყნებზე, რომლებიც მეტფულს მოუტანენ რუსეთის საომარ მანქანას. ეს დარტყმები ნავთობის საცავებზე ემატება ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სხვა თავდასხმებს, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა იწვის. სხვათა შორის უკრაინა მას შეწყვიტა რუსეთის ბალტიის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. 2 დღის შემდეგ, რაც ყირიმში ნავთობის საცავები დაიწვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ლენინგრადის რეგიონში ვისოცკის პორტს შეუტია. ამ ეტაპზე ჩანს, რომ რუსეთს გამოსავალი აღარ აქვს, თუ სურს თავისი ნავთობის საჭირო ადგილამდე მიიტანოს. რაც შეეხება შემდგომ თავდასხმებს, უკრაინა 16 აპრილის შემდეგაც არ გაჩერებულა და კვლავ განაგრძო რუსული ნავთობის საცავებზე შეტევა. 18 აპრილს კიევ ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების სერია მოხდა საპორტო ქალაქ სევასტოპოლში, სადაც შავი ზღვის ფლოტი იყო განთავსებული მანამ, სანამ უკან არ დაიხია და უკრაინის მუდმივი თავდასხმებისგან არ გაიქცა. ეხლა ქალაქის ნავთობის საცავები უკრაინის სამიზნეშია და სწორედ ერთ-ერთი ეს საცავი დაიწვა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა პირდაპირი დარტყმები მიაკენეს. ეს კლასიკური უკრაინული ორმაგი დარტყმაა. ის ძლიერად ურტყამს, შემდეგ კი იმავე სამიზნეს კიდევ ერთხელ ესმის თავს, რათა პუტინს მიუთითოს, რომ ის, რასაც რუსეთი თავისი ყველაზე ძვირფასი ობიექტების დასაცავად აკეთებს, არ მუშაობს. უკრაინის დრონებს შეუძლიათ თავდაცვას გაარღვიონ და როცა ამას ახერხებენ, შედეგები ყოველთვის დამანგრეველია. და თითქოს ყირიმში უკრაინის იერიშების ტალღა შავი ზღვის ფლოტისთვის საკმარისი ზიანი არ იყო. ბოლო იერიშმა ფლოტის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა. ასე რომ 16 აპრილს შავი ზღვის ფლოტისთვის კარგი ღამე არ ყოფილა. უკვე სევასტოპოლიდან გამოძევებული ეს ფლოტი დაკარგა როგორც საწვავი, რომელიც მის მუშაობას უზრუნველყოფდა, ასევე იარაღი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა. ვის სჭირდება საზღვაო ფლოტი, როცა უკრაინას აქვს დრონები, რომლებიც ანადგურებენ იმას, რაც რუსეთის საზღვაო უპირატესობა უნდა ყოფილიყო. ამ დროისთვის რუსეთის სამხედრო სარდლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე გამოფიტული იქნებოდა. უკრაინის დრონები ისევ და ისევ აღწევდნენ მიზანს, მაგრამ თუ რუსეთს ეგონა, რომ ყირიმში მისი სამხედრო რესურსების განადგურების შემდეგ შვებას იგრძნობდა, ძალიან ცდებოდა. უკრაინას ჯერ არ მოეთავებინა. ზაპოროჟიეში, რომელიც კიდევ ერთი რეგიონია, რომელსაც პუტინი გაზაფხულის შეტევაში მიზანში იღებს, ოკუპირებულ ბახატივკაში განთავსებული ბუხამ-1 საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა. უკვე ვიცით უკრაინის მოქმედების სტილი. თუ საჰაერო თავდაცვის დანაყოფი განადგურებულია, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ ის იცავდა იმ ობიექტს, რომელსაც უკრაინა სურს დაარტყმას. ზაპოროჟიეში კიდევ ერთი დარტყმა იქნება.
ახლა როცა ბუხამ ერთი თამაშიდან ამოღებულია, უკრაინას აქვს უსაფრთხო საჰაერო კორიდორი, რომელიც სჭირდება დარტყმის განსახორციელებლად. და ბოლოს ყველაფერი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. უკრაინის სიაში 16 აპრილს კიდევ ერთი სამიზნე იყო, მაგრამ ეს არც დონეცკში იყო და არც ყირიმში. უკრაინამ სამიზნე დაიღო სამხედრო ობიექტი რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სადაც ტუაპსეს დასახლების მახლობლად. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ შეტევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს ბევრი არაფერი თქვა. მან განაცხადა, რომ ოპერაციის დეტალებს უკრაინის გენერალური შტაბი გაავრცელებს მას შემდეგ, რაც ზუსტად ეცოდინებათ, რამდენად წარმატებული იყო იგი. ეს დეტალები უკვე ცნობილია. და ეს კარგი ამბავი არ არის რუსეთისთვის. კიევ ინდეპენდენტი იუწება, რომ უკრაინის დრონების იერიშმა ტუაპსეში, ამ რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვულკანად აქცია, რომელიც თავად შავი ზღვისგანაც ჩანს. ეს ობიექტი, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ნავთობის გიგანტს როზნევს, რუსეთის 10 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანიდან ერთ-ერთია. უკრაინამ დაარტყა საწვავის ავზებს ამ ნავთობგადამამუშავებელში, ხოლო კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვანიუმინ კონდრატევმა ისევ კლასიკური განცხადება გააკეთა, თითქოს მთელი ზიანი დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია. და თქმა უნდა, ნამსხვრევები იყო ვანიუმინ. ეს უბრალოდ ლითონის ნაჭრები იყო, რომლებმაც უზარმაზარი ხანძრები გამოიწვია, რომლებიც მთელ ნავთობგადამამუშავებელში გავრცელდა, რომელიც წელიწადში 12 მილიონ ტონა ნავთო პროდუქტს აწარმოებს და რუსეთის ნავთობის წლიური ექსპორტის დაახლოებით 10%-ია პასუხისმგებელი. თუ რუსეთს დაუჯერებთ, მსოფლიოში ყველაზე ზუსტმა დრონის ნამსხვრევებმა კიდევ ერთხელ დაარტყა. სარკაზმის გარეშე ეს აშკარად კიდევ ერთი პირდაპირი დათმა იყო უკრაინისთვის და რუსეთმა 24 საათიანი ჯოჯოხეთი გადაიტანა. ჭიები, ნამდვილად თქვენ ხართ ნაბიჯვრები. უკრაინამ გაგზავნა შეტყობინება და მასიური განადგურება მოიტანა. ახლა რუსეთს მხოლოდ ყურება შეუძლია, რადგან კიდევ მეტი მოდის, ამბობს უკრაინა. აქ რასაც ხედავთ არის ის, რომ უკრაინამ გააძლიერა ღრმა დარტყმის სტრატეგია, რომელიც უკვე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა რუსეთს ახალი კამპანიით. ოკუპირებული რეგიონები აღარ არის უსაფრთხო. სამიზნეები, რომლებიც რუსეთს ეგონა, რომ უკრაინა არ დაარტყამდა, ახლა იბომბება. და ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ უკრაინამ ღრმა დარტყმის კამპანიაში ახალი ტიპის სტრატეგია შეიმუშავა. საშუალო მანძილის დარტყმების ერა უკვე დადგა და ამის გამო რუსეთი ზარალობს. კიდევ ერთი საინტერესო მცირე ინფორმაცია, რომელიც ბროვდიმ გაამხილა, ისაა, რომ ეს ყველა დარტყმა შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ უკრაინამ რაღაც ახალი შექმნა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებში ახლახან შეიქმნა ღრმა დარტყმის ცენტრი. ის შექმნილია იმისთვის, რომ ინტეგრირდეს გრძელდისტანციური შესაძლებლობები მაღალი ღირებულების სამიზნეების წინააღმდეგ, როგორც ამას ბროვდი ამტკიცებს ურუმაიდანის პრესის ცნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ცენტრი გახდა მიზეზი, რის გამოც რამდენიმე დანაყოფმა შეძლო ასე ეფექტურად შეეთანხმებინათ 16 აპრილის 16 დათმა. ამ ცენტრის შესახებ მეტი არაფერი ვიცით. ბროვდი არაპირებს გაამხილოს რაიმე საიდუმლო, რაც რუსეთს დაეხმარებოდა მომავალი დარტყმებისთვის მომზადებაში, რომლებიც უკრაინას აქვს დაგეგმილი. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ რაც 16 აპრილს ვიხილეთ, პირდაპირი შედეგია იმისა, რომ უკრაინამ შეიმუშავა საშუალო დისტანციის დარტყმის შესაძლებლობა, რაც მას რუსეთის წინააღმდეგ ომის უმეტეს პერიოდში არ ჰქონდა. უკრაინა ყოველთვის იყო დრონების განვითარების ავანგარდში, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. მოკლე დისტანციის დრონები, რომლებიც უკრაინამ შეიმუშავა, ახლა ფრონტის ხაზის განუყოფელ ნაწილად იქცა და სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სახმელეთო ომზე. უკრაინამ ამ რევოლუციას მოჰყვა ღრმა დარტყმის დრონების შექმნით, რომლებიც ახლა საშუალებას აძლევს მას, რომ რუსეთს ასობით მილის სიღრმეში შეუტიოს მის ტერიტორიაზე. მაგრამ ის, რაც უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში აკლდა, იყო დრონები, რომლებიც შუა მანძილზე შეძლებდნენ დარტყმას. მოკლე მანძილის დრონებს შორს ფრენა არ შეეძლოთ, ხოლო გრძელი მანძილის დრონები ძალიან ძვირფასი იყო იმისთვის, რომ ოკუპირებულ უკრაინაში სამიზნეებზე გამოეტანებინათ. უკრაინის დრონების სტრატეგიაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ხარვეზი. ახლა ეს ხარვეზი შევსებულია. ატლანტიკური საბჭოს ინფორმაციით უკრაინამ 2025 წლის დასაწყისში დაიწყო მიზანმიმართული ძალისხმევა ამ ხარვეზის შესავსებად, როდესაც დაიწყო საშუალო მანძილის კამპანიის განვითარება, რომელიც 20-დან 300 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეებს დაარტყამდა. სარდლობის პუნქტები, საწყობები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო კომპლექსები და კიდევ ბევრი სხვა ობიექტი იქნება ამ ახალი კამპანიის სამიზნეები. აბა როგორია ეს, რაც 16 აპრილს ვიხილეთ, ზუსტად ემთხვევა იმ სამიზნეების სიას. უკრაინა აქტიურად აშენებს საშუალო მანძილის დრონებს, რომლებიც უფრო იაფია ვიდრე მათი გრძელმანძილოვანი ვარიანტები და შეუძლიათ შესაბამისი დონის დამანგრეველი ძალის მიტანა რუსეთის ახლო ზურგში. ბოლო 1 წელი ან დაახლოებით ამდენი იყო გარდამტეხი პერიოდი. 2025 წლის მარტიდან 26 მარტამდე უკრაინამ განახორციელა 365 საშუალო მანძილის დარტყმა, რაც ზუსტად ერთ დარტყმას ნიშნავს დღეში. ატლანტიკური საბჭოს თქმით, ამ დარტყმების ნახევარი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იყო მიმართული ოკუპირებულ რეგიონებში. ახლა უკვე 2026 წლის აპრილია. და რაც ახლა ვიხილეთ, არის საშუალო მანძილის სტრატეგიის ესკალაცია, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. არსებობს მიზეზი, თუ რატომ იყო უკრაინის დარტყმების ნახევარი აქამდე, ისევე როგორც რამდენიმე ბოლო თავდასხმაში მიმართული რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ეს არის თანმიმდევრული და მუდმივი კამპანია, რომელსაც უკრაინა ატარებს, რათა დაასუსტოს ის თავდაცვა, რომელიც რუსეთმა დაამონტაჟა ოკუპირებულ რეგიონებში თავისი ობიექტების დასაცავად. ყოველი ჩამოგდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხსნის გზას კიდევ უფრო ღირებული სამიზნისკენ. ნავთობის საცავი, დრონების ჰაბი, საბრძოლო მასალის საწყობი. ყველა ეს ობიექტი იბომბება იმიტომ, რომ უკრაინამ გააზრებული მიდგომა აირჩია თავისი საშუალო მანძილის სტრატეგიისთვის.
ტექნოლოგია წლებია ვითარდებოდა და ახლა იწყებს თავის გამოჩენას. რუსეთისთვის ეს საშინელი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ განადგურების ზონები, რომლებმაც უკვე უზარმაზარი რაოდენობით გაანადგურეს რუსეთის ჯარები, კიდევ უფრო გაფართოვდა. 2025 წლის დასაწყისში რუსეთის ჯარებს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ სანერვიულო. უკრაინის დრონებით სავსე განადგურების ზონები ფრონტიდან 50 კილომეტრამდე იყო გადაჭიმული, რაც ნიშნავდა, რომ ნებისმიერ ქვეითს საკუთარი ჯარის დამახინჯებული სხეულებით სავსე ნამდვილი ჯოჯოხეთი უნდა გაევლო, რათა უკრაინის თავდაცვაზე შეტევის დასაწყებად საკმარისად ახლოს მისულიყო. მაგრამ ახლა უკრაინის საშუალო მანძილის დრონების გამოჩენით განადგურების ზონები სამჯერ გაიზარდა. ახლა უკანა ხაზთან მყოფი ჯარისკაცებით სამიზნეები გახდნენ. მათ ანადგურებენ მანამდე, სანამ თავდაპირველ განადგურების ზონებამ მიაღწევენ, რაც მრავალფენიან დრონულ თავდაცვის სტრატეგიაც იქცა, რაზეც რუსეთს სტრატეგიად იქცა, რაზეც რუსეთს პასუხი არ აქვს. ეს კამპანია დასასრულს არ უჩანს და უკვე პრობლემებს უქმნის პუტინს. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს 17 აპრილის საბრძოლო ველის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში სულ უფრო იზრდება საზოგადოებრივი უკმაყოფილება იმ მსხვერპლის მასშტაბით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა პუტინის ომისთვის იღებს. ISW-ს ანგარიში მოყვანილია რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სააგენტოს თელრუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგები. ამ გამოკითხვამ დააფიქსირა პუტინის რეიტინგის 6 კვირის განმავლობაში უწყვეტი ბარდნა. რეიტინგი 62.9%-დან 66.7%-მდე დაეცა 2-8 მარტის კვირიდან 6-12 აპრილის კვირამდე. იმის შემდეგ, რაც უკრაინამ 16 აპრილს მოახერხა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, განსაკუთრებით ტუაფსეში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. და ეს არის მთავარი მიზანი უკრაინისთვის. მისი საშუალო მანძილის კამპანია მთლიანად რუსეთის დასუსტებას ემსახურება. ფრონტის ხაზის სიღრმეში ობიექტების განადგურება ნიშნავს, რომ რუსეთის შეტევები ფრონტზე უფრო სუსტდება, ხოლო სუსტი შედეგები გარდაულად იწვევს მეტ დანაკარგს, რაც კრემლს აიძულებს კიდევ უფრო მეტი რუსი გაგზავნოს ხორცაკებში. 4 წლიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის ხალხს უკვე ეყოფა. ეს არის უკრაინის სტრატეგიის გენიალურობა. თუ პუტინი იმდენად დაბრმავებულია უკრაინის დაპყრობის სურვილით, რომ უარს ამბობს ომის შეწყვეტაზე, რომელმაც უკვე ამდენი დაუჯდა მის ქვეყანას, შესაძლოა საბოლოოდ სწორედ რუსეთის ხალხმა აიძულოს ეს ყველაფერი შეწყვეტეს. რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სოციოლოგიური კომპანიების მონაცემებით, რუსეთის ხალხი გაბრაზებულია. და გახსოვდეთ, ეს გამოკითხვები მაქსიმალურად დამუშავებულია ისე, რომ კრემლისთვის საუკეთესო შედეგები აჩვენოს. როდესაც უკრაინა კიდევ უფრო ანადგურებს რუსეთის სამხედრო ძალებს, უკმაყოფილება გაიზრდება და ვლადიმერ პუტინს შეიძლება მოუწიოს კიდევ ერთ ბრძოლასთან გამკლავება, ამჯერად რუსეთის შიგნით. ეს შეიძლება იყოს ბრძოლა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ვერ მოიგებს. რაც შეეხება ფრონტს, ჩვენ ხედავთ ბრძოლას, რომელსაც პუტინი ამჟამად ვერ იგებს. საშუალო სიშორის კამპანიისა და სხვა სტრატეგიული ინიციატივების შედეგად უკრაინამ დიდი ტერიტორია გაათავისუფლა და რუსეთის გაზაფხულის შეტევა ჩიხში შეიყვანა. ვლადიმერ პუტინის გრანდიოზული გეგმები 2026 წლისთვის მის გარშემო ინგრევა და შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ ხდება ეს, თუ ჩვენს ვიდეოს ნახავთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ანალიზი უკრაინის უახლესი დრონული დარტყმების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.